მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში გავარჩევ ჩვენი გამომწერის დარიგებებს, რომელიც აქამდე გვაქვს უკვე გარჩეული. არის რამდენიმე ვიდეო, გვაქვს ცოცხალი სესია გარჩეული ამ მოთამაშის და დღეს გავარჩევთ რამდენიმე დარიგებას. წინა ვიდეოებს გავუწევდი რეკომენდაციას. მოხარებლების თხოვნა იყო, მოხარებლები რაღაცა და გამომწერების თხოვნა იყო, რომ გაადიდე ხოლმე თელ ეკრანზე დარიგებების გარჩევის ეპიზოდებში ვიდეო და გავადიდებ. კარგი, მოდი დავიწყოთ პირდაპირ დარიგებების და კომენტარება, გადავიდეთ საქმეზე. პირველი პოზიციიდან ვაკეთებთ ოფერეის 2.5 ბლაინდით, სხვადასხვა მეც 2.5 ბლაინდით დავიწყე და რეიზება. მას შემდეგაც ჩემი ვიდეო გავარჩიეთ ლევანთან ერთად. ესკო გიდვას ერთმანეთთან, მაგ ვიდეოსაც გავუწევდი რეკომენდაციას, კარგი ვიდეო გამოვიდა საბოლოო ჯამში და საბოლოო ჯამში შევჯერდით იმაზე, რომ ანუ 2.5 ბლაინდი იქნებოდა უფრო ოპტიმალური. ზოგადად, რაც უფრო მაღალია რეიქის წნეხი, მით რომ დიდი საიზინგით ვარეიზებთ ხოლმე. მაგრამ ხო, აჭარაზე საკმაოდ დიდია რეიქის წნეხი, ჩემ შემთხვევაში მაგალითად არ მაქვს დიდი რეიქ ფექი და ვისაც დიდი რეიქ ფექი აქვს, იმას არ აქვს პრობლემა. ზოგადად კარგი რეიქის სისტემა თუ ბევრს თამაშობ მაგისთვის რა. მაგრამ ალბათ 2.5 ბლაინდი ოპტიმალურია. ქოლი მივიღეთ. small blind-ზე მე მგონი რეგულარისგან, ზუსტად არ ვიცი. 1/13 აგრძელებს აგრესიას, ვფიქრობ, რომ ეს ფლოპი უფრო დიდ საიზინგს აიტანდა, ზოგადად ესეთი მაღალი და გადამული ფლოპი ცოტა დიდ საიზინგს აიტანდა ოპონენტის small blind-ის ქოლის რეინჯი. საკმაოდ ბევრი ბროდვეი კარდი შეიძლება იყოს, მათ შორის ძალიან ძლიერი ჰენდები, როგორიც არის წყვილი და გაჩოტი, ან ორი წყვილი, ან რაღაც მსგავსი. მოდი ნახოთ რა იქნებოდა. უბრალოდ ქოლი, მეორე ბარელი 2/13, ნუ სტანდარტულ საიზინგებით მივდივართ ჯერჯერობით. რაც ნუ აბსოლუტურად არ შეიძლება შეცდომა ჩაითვალოს, მაგრამ მე ცოტა უფრო ესეთი ვფიქრობ, რომ ცოტა დიდ საიზინგებს აიტანდა ეს ფლოპი და ნუ თერნი ბლანკი იყო იდეაში და რივერზეც. ანუ რივერზეც იგივე შემიძლია თქვა, შეცდომა ნამდვილად არ არის, მაგრამ ცოტა მეტ საიზინგს აიტანდა. ოპონენტიდან მივიღეთ ფუში. ერთ-ერთი სტეკს შევხედო, ხო, ცოტა ღრმა სტეკებით ვართ. ფუში არ მივიღეთ, უბრალოდ რეიზი მივიღეთ. არა ვართ ღრმა სტეკებით, უბრალოდ NL50-ია, ხო. ბოდიში NL20 მეგონა უცებ რატომაც. წიაზე სესია NL20-ზე გავარჩია ამ თამაშის სამაგიდო. კაი, ესე იგი, მივიღეთ რეიზი, საერთოდ რივერის რეიზებზე მე მაქვს ნათქვამი, რომ არის ძალიან ძლიერი ჰენდები, მაგრამ ამ ხელით მე ვფიქრობ, რომ value range-აც უგებთ. რავი, შეიძლება ოპონენტს დავუშვათ small blind-ზე რატომღაც ორი ქოლით გაეთრია რაღაცა ორი წყვილი, კაროლ ვალეტი, ან რაღაც ეგეთი და ეს რივერი დაარეიზებინა. არ შეიძლება ამის გამორიცხვა. ერთადერთი რასაც ვაგებთ აქ არის ტუზათიანი და რავი, როგორც მაგალითად კაროლ დამაზე არ მესმის, რომ აქამდე რატომ გაეკეთებინა რეიზი და რივერსად უნდა დაუდებოდა ოპოზიციას, რავი, ტუზათიანზეც არ მესმის იგივე, შესაბამისად ვფიქრობ, რომ აქ მით უმეტეს ესეთ პოტოცებზე foldi არ იქნებოდა გამართლებული, შესაბამისად უბრალოდ calls გავაკეთებდი აქ, ანუ all-ins აღარ გავაკეთებდი. მაგრამ ხო, all-in-ი გავაკეთეთ აქ. ვფიქრობ, რომ აქ რაღაცა სპეციფიკური ინფორმაცია თუ ოპონენტზე არსებობდა, მაგ შემთხვევაში შეიძლებოდა all-in-ი რა. მაგრამ ესეთ თუ რაღაცა უბრალოდ რეგია და მეტი ინფორმაცია დიდად არ აგვაქვს, ვფიქრობ, რომ all-in-ი იქნებოდა ზედმეტად ოპტიმისტური რა. კი ბატონო, აღმოჩნდა ტუზათიანი. ზოგადად რივერის რეიზები არის ძალიან ძლიერი. მაგრამ როცა ჩვენ ისეთი ხელი გვაქვს, რომლითაც value range-საც ვამარცხებთ, მაგ სიტუაციაში რა თქმა უნდა, ანუ value range-ს ნაწილს რა, ყველას რა თქმა უნდა არა, მაგრამ ნუ ხა ამ შემთხვევაში მეორე ნაწილი გვაქვს და მეორე ნაწილით ძალიან ძნელია დაღრა. ძალიან ძნელია რა გაგებით, ვფიქრობ, რომ გაუმართლებელია, თორე ხა ძნელი ფოლდები ზოგადად არის მიკროლიმიტებზე მთავარი ინსტრუმენტი დაპლიუსების. ან ძნელი ფოლდები უნდა ვაკეთოთ აუცილებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იქნებოდა ჩემი აზრით სწორი ფოლდი, ქოლი იქნებოდა სწორი, მაგრამ რეიზი იყო გადაჭარბებულად ოპტიმისტური ჩემი აზრით. თუმცა იქ შეიძლება არსებობდა რაღაცა სპეციფიკური ინფორმაცია ოპონენტზე, რომ მაგალითად ოპონენტი ძალიან overplay-ს აკეთებდა თავისი ორი წყვილის ან დავუშვათ გაჩოტების ბლეფში გადატანა თუ უყარდა, მაშინ ფუშს აზრი არ ქონდა, მაგრამ ნუ ხო, მოკლედ overplay-ზე თუ
ქონდა ოპონენტზე ინფორმაცია რომ overplay-ს აკეთებდა, მაგ შემთხვევაში დაბუშვა შეიძლებოდა რა. აი დაახლოებით ესეთი ნახევრად რეგები, ნახევრად ფიშები რო არიან ტიპები, მაგათ უყართ ხოლმე რაღაცა ორი წყვილის, ასე ვთქვათ, გადაჭარბებული გათამაშება. აქ ეხა რეიზი ისევ პირველი MP-დან, პირველი პოზიცია არზის, მივიღეთ ერთი ქოლი და სკვიზი. ერთი ფოლდი აქედან, აქ პოზიციაში ვართ ზოგადად ეხა კაროლ ვალეტი ქოლის რეინჯია რა. ესეთ სიტუაციაში. ცოტა გაზდილი, ანუ არ არის გაზდილი საიზინგი, ჩვეულებრივი საიზინგი 16 ბლაინდია, რაც ნუ იდეაში ხო ოდნავ გაზდილი საიზინგია, ხო, პრინციპში რა. ნუ 15 ბლაინდია სტანდარტი ამ შემთხვევაში. არა, 15 ბლაინდი, არა, ჩვენ პატარა საიზინგით გავიხსენით, თუმცა ხო, არა, 3 ბლაინდით გავიხსენით, ხო. ნუ 15 ბლაინდი იქნებოდა აქ სტანდარტიდან, ნუ 1 ბლაინდი, ნუ ქოლი არის სტანდარტული გათამაშების ხაზი ალბათ. ნუ ფლოპი აი სრულიად ჩვენი ფლოპია. ანუ სრულიად ჩვენი ფლოპი რანაირად ახლა ტუსკაროლებია ოპონენტთან რა, მაგრამ იმას გულისხმობ რომ ანუ როცა კაროლ ვალეტი ტრიბეთს გოლავ ხა ამაზე უკეთესი ფლოპი რა უნდა გეცეს რა ეხა კი ძალიან ხშირად ხო ნუ შეიძლება წავაგოთ ტუსკაროლთან მაგრამ მაინც ძალიან კაი ფლოპია ქოლი მომწონს რავი აქ რეიზით შეიძლება ოპონენტს ძალიან დიდი ნაწილი დავაყრევინოთ რეინჯის ქოლი პოზიციაში ვართ ქოლი რა მშვენიერი იყო რა აქ ჩეკის მერე ჩეკ ბიჰაინდი აიღო მე ესეთ სიტუაციებში საერთოდ ფსონი მიყვარს ხოლმე, მაგრამ მეორე ჩეკიც მესმის რა, ან პატარა საიზინგით, ანუ რაღაც 1-20%, 25% ალბათ გავიდოდი მე, მაგრამ ჩეკიც მესმის იქიდან გამომდინარე, რომ ხო, ოპონენტს ძალიან ბევრი ესეთი კაპიტულაციური ჰენდი უჭირავს რა, ფლოპზე ერთი ბარელი გააკეთა რაღაცა პატარა საიზინგით და ფლოპზე თერზე უკვე დაყრას აპირებს. ხშირად შეიძლება იყოს რაღაცა რუიანები, ცხრიანები, მაგალითად თუ სკვიზავს ეგეთ ჰენდებს 10-იანები ვალეტები უეჭველად და შეიძლება უფრო პატარა წყვილებიც თუ სკვიზავს ეგეთ ჰენდებს შეიძლება იყოს ანუ კაპიტულაციური ჩეკი თერზე და ჩეკი ანუ საპასუხო ჩეკი მესმის მაგრამ მეორე მხრივ ოპონენტთან არის ესეთი ჰენდები როგორც არის ტუს დამა ტუს ვალეტი ტუს კაროლი მათ შორის რაც ნუ შედარებით იშვიათად იქნება სკვიზის რეინჯი და შესაბამისად ანუ თერზეს ეს ყველა ჰენდი იხდიდა შეგელო გავსულიყავით და დავუშვათ რაც 1/3 ან 30% ან ქვემოთ რა 25-20% რაღაცა და პატარა ზოვის ფსონი ჩვეულებრივ გავსულიყავით და მე უკვე რივერზე კიდევ ერთ ჩეკზე უკვე ანუ all-in შესაძლებლობაც გვექნებოდა თავისუფლად და მივიღებთ განაწყვეტილებას ანუ ხო ამ შემთხვევაში all-in შესაძლებლობა არ გვაქვს უბრალოდ ველიუბეთის შესაძლებლობა და ველიუბეთის საიზინგი ცოტა მეტი შეიძლებოდა ჩემი აზრით მაგრამ ნუ მთლიანობაში რავი მომწონს აი ხო ტუზვალეტია ოპონენტთან კი ბატონო აქ უბრალოდ აი ერთი მომენტია რომ მივიღეთ ალბათ ცოტა იმას ნაკლები ველი ვიდრე შეგველო ან თერზე რაღაცა პატარა საიზინგით აი 26 ლაინში რომ რაღაცა დავუშვათ ერთი 6 ლარი 6.50 ან რაღაც ეგეთ გავსულიყავით ალბათ კოლს მივიღები და უკვე ისეთი ზომის პოტი გვექნებოდა რივერზე რომელშიც ძალიან კომფორტულად დავაოლინებდით რა ეგ არის და ეგ თუმცა უბრალოდ ძალიან ხშირად ნახავდით ოპონენტისგან საპასუხო კი არა და folds, თუნდაც პატარა საიზინგზე ნახავდით folds, რომელიც დაუშვათ იქნებოდა გაკეთებული რაღაცა წყვილებით, თუმცა მაგ folds-ების მე არ შემეშინდებოდა, იმიტომ რომ მაგისი დაბალი წყვილების დიდი ნაწილი 10-იანები ვალეტები იქნებოდა, რომელსაც დამატებით გაჩოდიც ქონდა და შეიძლება არ დაეყარა რა. ანუ არ დაეყარა იმ გაგებით, რომ ეგ full house-ზე ქონდა აუტები, street-ზე იქნებოდა აუტები და არ დაყრდა შესაბამისად ხო რა შეიძლება რომ მაგალითად 10-იანებთან ვალეტებთან ისეთი რივერი მოსულიყო რომელიც მაგალითად ჩვენ full house მოგწონდა და უფრო დიდ full house მოგწონდა და ოპონენტს უფრო double full house ან რომელიც ოპონენტს street-ს მისცემდა ჩვენ full house მოგწონდა მაგრამ შეიძლება მოხდარიყო ისე რომ ჩვენთვის მოეცა street-ი და ოპონენტის full house ეგეც არ იქნებოდა გამორიცხული მაგალითად რაღაცა დინამიური რივერი შეიძლება მოსულიყო რა ამ სიტუაციაში ეს ოპონენტი ვინ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთი თავისუფალი პოზიციიდან მე ვფიქრობ ცხრიანების დაყრა არ იქნება შეცდომა არავითარ შემთხვევაში სტეკი როგორი აქვს ამ ჩვენს ოპონენტს ნუ არასრული სტეკია ახლა გასაგებია ეს აი ხა ამ ოპონენტის პასიურობის მიხედვით ანუ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ოპონენტის ასე ვთქვათ პასიურობას ჩვენი
ჩვენი რეაქცია, ანუ ჩვენ გავაკეთეთ call-ი. აი ზოგადად ესეთი თავისუფალი პოზიციონირებული ტრიბეთების call-ი ზოგადად ჩემთვის არ არის კარგი იდეა რა. ხო, ზოგადად არ არის კარგი იდეა. ეს ოპონენტი საბოლოოდ იქნება ძალიან ძლიერი. ზოგადად ხა არასრული სტეკები, საშუალო არითმეტიკული არასრული სტეკია, ესე რომ ვთქვა ზოგადად რა. არის რეკრეაციული მოთამაშე, რომელიც სტრატეგიაც არის ხოლმე პასიური. ხა ეს ოპონენტები ვიცი რეგულარი, ეს ვერ ხედავ ნიქს, მაგრამ მაინც UTG აგრესორია, ეს MP-ზე call-ი შემოვიდა, მოკლედ აქედაც რაღაცა, ამ call-ის range-ი დიდი არაფერი, მაგრამ UTG raise-ი ასე ვთქვათ არ არის შეზღუდული, შეიძლება ნებისმიერი ნაცი კონდეს. ხა ამ call-ით რას ვაკეთებ? აქედან რომ კიდე raise-ი მივიღოთ, ეს უნდა გადავყაროთ. აქედან რომ call-ები მივიღოთ, რაც ხშირად მოხდება, ცხიანები ფაქტიურად set-value-ზე გვაქვს შეყვანილი, ანუ set-ის მეტი ჩვენი შველა არ იქნება. შესაბამისად, ანუ ძალიან დიდი გადასახადია ამ შემთხვევაში 11 დიდი ბლაინდი ჩემი აზრით set-ისთვის რა. ამიტომაც ამ სიტუაციაში თუ ვიცით რომ ეს ოპონენტი რაღაცა ძალიან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, მაგრამ ხა უაზრო დაკეთებს ესეთ ფსოლებს. შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი მინიმალური რეიზი, მირეიზი, კლიკაჩი ან რაღაც ეგეთი ამ ოპონენტზე რომ იზოლირება გავაკეთოთ, ანუ ამ ოპონენტას სტეკზე წავიდეთ, დავუშვათ, ანუ ამათ დავაყრევთ ამას სტეკზე წავიდეთ, ან წინა შემთხვევაში შეიძლება დავყაროთ რა. აქ მე მგონია ესეთი სკვიზის მერე უნდა გადაწყვეტო, რომ ცხიანების სტეკზე თამაშობ თუ არა ამასთან რა. თუ თამაშობ, კლიკაჩი გავუკეთე და იდეაში ესენი დაყრიან რა. თუ რა თქმა უნდა რაღაც ძალიან ძლიერი რაღაც. თუ ესენი არ დაყრიან და კიდე გაზდიან შენ დაყრი, თუ ესენი დაყრიან, ამასთან დარჩები ერთ-ერთზე და ითამაშებ სტეკზე ცხიანებით კომფორტულად თუ მანიაკია რა. თუ მანიაკი არ არის, უბრალოდ ცხიანები ესეთ სიტუაციაში შემიძლია ფოლდია. მოდი ეს სიტუაცია გავაკეთოთ solver-ში. მოკლედ აი დაახლოებით ეს სიტუაცია შევიყვანე solver-ში, ანუ UTG-ის raise-ი, hijack-ის call-ი, cut-off-ის squeeze-ი და ბატონიდან დაახლოებით ბატონზე რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ან SB-ზე რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. და ამ ტრიბეთის cold calls, ну, თითქმის, ასე ვთქვათ, არ აკეთებს რა. თითქმის კი არ აკეთებს. აკეთებს raise, კლიკაჩს, რაც თქვი, და აკეთებს all-ins. პირდაპირ all-ins. და range-საც შეეხება, აი, ერთი პერიოდს გავაკეთებ პირდაპირ push-ი, ხანდახან ტუზეს კაროლებს push-ავს და format-ებს აკეთებს ესეთი ჰენდებით. wallet-ებს ყრის პირდაპირ. მოკლედ ეს solver-ი ცოტა ძნელი დასამოღმებელია, ხა აქ მე არ მეც აი wallet-ები რატო fold-იან რაღაც. მოკლედ აქ ხა ცოტა დიდი sizing-ი დავარეიზებინე cut-offs. მაგრამ აქ არ არის გათვალისწინებული ის ფაქტორები, რომ მაგალითად cut-off-ზე შეიძლება fish-ი იჯდეს, აგრესიული იყოს ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აქ ყველას ოპტიმალურ range-ს გულისხმობს solver-ი. ამას რაღაც თავისი ინტერპრეტაცია ჭირდება, რა ეს პირდაპირ ამის გადმოხატვა არ იქნებოდა გამართლებული. კაი, მოდი, გადავიდეთ ჩვენს საქმეზე. Ну, მივიღეთ ცუდი ფლოპი. ორი ვორკარდი, გაწოლებული ფლოპი. ოპონენტმა დაჩეკა, აქ საპასუხო ჩეკი სიმართლე რა თქვა მომწონს. მაგრამ აი მეორე ჩეკი თუ იქნა, უკვე მეორე ჩეკს უნდა შევუდიოთ, ან თუნდაც ერთ ბლაინდს ალბათ უნდა შევუდიოთ, კი ბატონო, რეიზით უნდა შევუდიოთ, აუცილებლად ესეთი ერთი ბლაინდი არის ხოლმე რაღაცა არაფერთან ახლოს ენდები, ხშირ შემთხვევაში კი ხანდახან მაპროვოცირებელი ფსონია ხოლმე, მაგრამ ხშირად არაფერთან ახლოს ხელებია ხოლმე რა. არ არის საჭირო რაღაცა ძალიან დიდი საიზინგით შევუდიო რა, ჩვეულებრივად რაღაცა 1/13 ბანკით ჩვეულებრივად შეიძლება. Ну, reverse ეს ფსონი უკვე აღარ გავს, ასე თქვათ, ბლეფს, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, რომ შეიძლება არის ახლა აქ ბლეფი, მაგრამ იმის გამიდან რომ აი ამის დაკოლვა, აი ამ საიზინგის, აი ამ ფსონის დაკოლვა აქ მაინდა-მაინც სასიამოვნო არ არის რა. ზოგადად ეს დარიგება რომ ისე წაგვიყვანდა რომ თერნზე გაგვერკვია ეს ოპონენტი რას აკეთებდა და ვაფშე რა უნდოდა რეიზით ხო? კარგი იქნებოდა. რა იქნებოდა რეიზთან მიმართებაში? ან რეიზთან რი-რეიზ გაგვიკეთებდა, რის შედეგად ჩვენ უბრალოდ გადავყიდით ამ ცხიანებს, ან კოლს გაგვიკეთებდა და რივერზე მივიღებდით ჩეკს და ჩვენ საპასუხოდ დავჩეკავდით და ვნახავთ შოუდაუნს. ან დაყრიდა და პირდაპირ თერნზე წავიღებდით და რეალიზებას ვერ მოახდინა თავისას equity-ს. ანუ რეიზი ყველა ვარიანტში თერნზე ძალიან დიდი ინფორმაციას მოგცემდა. და რივერზე რა ხდება? მოდის რივერი, ოპონენტი გამოდის ამ ფსონს და ეხლა 50-50, ანუ უნდა ვიმკითხავთ ბლეფობს თუ არა რა და გვიჭირავს რაღაცა ბლეფ კეჩერი, რომელიც შეიძლება რაღაცა ძალიან ნაკლად ვალეტები დააველიუბეთოს ამან რა. აქ თუს კაროლი ქონდა, ამ შემთხვევაში გადავრჩით, მაგრამ
ამ ტუსკაროლს სავარაუდოდ თერზე ან თერზე გადაგვიხდიდა ამ ფსონსაც ეხა გადაგვიხადა, ანუ გაჩოც გაათრევდა, რაც დიდი ალბათობით მოხდებოდა, ან დაყრიდა და უბრალოდ ძალიან ძლიერი ხელის რეალიზებას ვერ მოახდენდა, ანუ ხელის რომელსაც ჰქონდა 10 აუტი. არა, 10 აუტი არა, დამაც მაგის აუტი იყო რა. დაახლოებით ეგეთი რაღაცა. პლუს კიდე დამა. ტუსკაროლი, ვალეტი დამა. ამ ძალიან ესეთი კარგი რეალიზაციის შესაძლებლობა მივეცით რა. თერზე რეიზი იყო. შემდეგი ვალეტები. ხო, ოპონენტი რეგულარია. ერთი მესამედი, სიბეთი. მეორე ბარელზე ოპონენტი არ ეიზებს ფლეშ კარდზე. ნუ უბრალოდ კოლი. აბსოლუტურად მისაღებია და აი რივერს ფუშავს ოპონენტი, აი პოლარიზდება და აქ ეხა ისეთი თემა, ოპონენტი პოლარიზებულია, ანუ ამ ფლეში უნდა ქონდეს ამ ბლეფი, რაღაცა ტუსკაროლს და ტუსდამას ესეთ აქ არ უნდა ფუშავდეს. რავი, არ ვიცი. ეს ის სიტუაცია, რომ ანუ ვერც ფოლდზე და ვერც კოლზე ვერ ვიტყოდი, რომ შეცდომა არის რა. ეს უნდა აი კონკრეტულ რეგულასთან მიმართებაში უნდა კონდეს დაუშვათ რაღაც ინფო რა. რა გადაწყვეტილება მიიღო. უბრალოდ ეხა მე აქ ნახავ ერთეთი, უბრალოდ კოლის მიიღო, ხო? კოლის მიიღო. კი, აქ ძალიან ბევრი კაროლიქსი აქვს რა. ან თითქმის ბიგ ბლაინდზე მიიღო კოლით კატოფი. აქ აქვს აი თითქმის ყველა კაროლიქსი რა. ფლეშები რა. რაც შეიძლება თავისთავად იგივენაირად გაეთამაშოს. ხო, მარტო კაროლიქსი არა, დამაიქსებიც აქვს და ანუ შეიძლება ქონდეს რაღაც აი კაროლექსიანი, კაროლ7-იანი, დამახუთიანი ან რაღაც ეგეთი ფლეში. ანუ თითქმის მთლიანი სპექტრი რა. რა ეს ის სიტუაცია, სადაც დაყრა შეცდომა ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ სამი ვალეტი რო გიჭირავს, დაქოლვაზეც ვერ იტყვი, რომ შეცდომა არის. და ამ შემთხვევაში ბლეფი იყო, ანუ რაღაცა ესეთი არც ისე კარგი ბლოკერით რა. როცა ოპონენტზე დაუშვათ გააქვს დაბეჭება, რომ ესეთ დაუშვათ გათამაშების ხას აბალანსებს, დაუშვათ რაღაცა ბლეფები შეყავს, აბსოლუტურად პლუსოვი კოლია რა. მოიცა. Small bigზე. ძალიან ძლიერი. კარგი ფლოპი. ესეთი ფლოპის რეიზი მე ჩემი ასე კარგი იდეა იქნებოდა პოზიციიდან. ანუ ეს ისეთი ფლოპია, რომ ამ ფლოპზე რავი, სტეკზე თამაშიც არ იქნება ჩვენთვის მაინდა-მაინც ასე ვთქვათ პრობლემა. დავუშვათ თუ ოპონენტი კიდე გააგრძელებს გაზდას. მეორე მხრივ შეიძლება აქ რეიზო გავაკეთებ ოპონენტმა უბრალოდ კოლით მიიღოს და თერზე დაეცეს, ან რაღაც გავსი გააკეთოს, ან მეორე მხრივ თუ თერზეც არ დაეცა და თერზეც დაკოლა, ნუ ძალიან ძლიერი ჰენდი გვაქვს და ჩვენს ხელის რეალიზებას გავაკეთებთ და საბოლოო ჯამში რივერს ალბათ აღარ დავბლეფავთ, მაგრამ ნუ უკვე შევხედავთ რა რივერზე. მაინც ვერ მივხვდი. რეიზი კოლი სიბეთი ხო უბრალოდ დავკოლით, ხო სიბეთი უბრალოდ დავკოლით, აქ კიდე მეორე ანუ OESD წაგვივიდა და ოპონენტმა დაგვიჩეკა, ხო ნახევარი პოტი გავედით. კი ბატონო, რავი. შეიძლება. მე რეიზი მივიღეთ. აქ ხა ოპონენტი ძალიან ხშირ შემთხვევაში უკვე სტრიტ იყავს ამას, რავი. მაგრამ ნუ უბრალოდ კოლი და რეალიზაცია რა. ჩვენ კიდე რო გავზარდეთ, აი ვერ მივხვდი, აი უკვე რაღა აზრი ქონდა რა გაზდას, ანუ აი ოპონენტს აი მაგა ესეთ ჩეკ მინ რეიზს აკეთებს. ძალიან კარგი შანსებს გვაძლევს რომ რივერი ვნახოთ რა და კიდე რეიზ, აი ფოლდეკვითი, აი ამ რეიზთან, აი 2x რეიზთან არ ამგონია რამე ფოლდეკვითი არსებობდეს. შესაბამისად ახლა ჩვენ ახლა მსახელი არა გვაქვს. ჩვენი ინტერესია რომ რივერი ვნახოთ რა. რაც შეიძლება იაფად. შესაბამისად მანდ უბრალოდ დავქოლავდი. რივერზე მოვიდა სტრიტი, ოპონენტი ჩეკავს. რავი.
აქ ოპონენტმა შეიძლება უბრალოდ გაყოფაზე გადაიხადოს. შეიძლება ოპონენტს გქონდეს ან +7-იანი ან 10-7-იანი რაღაც ეგეთი შეიძლება გაყოფაზე გადაიხადოს, მაგრამ დიდ საიზინგს არ გადაიხდის რა, პატარა საიზინგით რა 1/4-დი 1/3-დი აი დაახლოებით ეგეთი საიზინგით ჯობია გასვლა რა. დაახლოებით ეგეთი რამე. ეს ძალიან დიდი საიზინგია, ეს ისეთი საიზინგია, რომ ანუ გაყოფაზე ამას არ გადაიხდის რა. მაგ საიზინგს მარტო ვალეტი გადაიხდიდა ალბათ. ახლა დამავალეტი ხო გასაგებია რა ყველაფერს გადაიხდი. დაფუშავდა. კაი, თავიდან ლიმპი, ჩეკი. ეს ჩეკი მომწონს, ანუ თუდათიანით ხარ თქონდა რეიზი შეიძლება ეს სიტუაციაში, მაგრამ ნუ ესე დროს რავი, ჩორლბერ შეიძლება უბრალოდ ნახო ხოლმე, უფასოდ ფლოპი რა, არ არის პრობლემა. მე თუნდაც რაღაცა პატარ-პატარა სტეკები არიან. თერნი მოვიდა გადასარევი, პირდაპირ რეიზით წავიდოდი, 3 ოპონენტია და კი ბატონო რეიზია, იქიდან ვაფშე რეიზი, აქედან კოლი, ფუში შეიძლებოდა თავისუფლად თერზე. რა უნდა ქონდეს ამას კი ორიანები შეიძლება ქონდეს, მაგრამ ორიანების გარდა მე მგონი სეტები არ უნდა ქონდეს და სამაგიეროდ შეიძლება იყოს მილიონი OES და მილიონი flash draw, მილიონი ორი წყვილი იქითაც მაგალითად რავი small blind-ზე გალიმპულ ტიპს შეიძლება 9-იან ორიანი შეიძლება ქონდეს, ან 10-იან ორიანი, ან ტუზ ორიანი მით უმეტეს, ან ტუზ 9-იანი, აი ძალიან ბევრი დოპერი შეიძლება ქონდეს, რასთან ჩვენ ძალიან მაგრად გავართ და თერზევე ეს არიგება დაგვემთავრებიან ჩემი აზრით. ჩეკით 9-იანთან წავაგეთ, გასაგებია 9-იანები ამ შემთხვევაში უბრალოდ გავისტეკებოდით ქვემოდან, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ 9-იანები small blind-ზე ბევრად უფრო იშვიათად გალიმპავდა, ვიდრე რაღაც ბევრად უფრო მარგინალური ხელი და შესაბამისად მაგასთან value-ს დავკარგავდით რა. თუმცა მეორე საკითხია მithundas ეს ოპონენტი არის მე მგონი რეგი, ხო? ანუ რეგი რა გაგებით, ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა multi-tabler-ი. მით უმეტეს. ეს ოპონენტი თუ multi-tabler და 9-იანები გალიმპა small blind-ზე. ხო, მე ეს ძალიან შეიძლება შენ გქონდა ინფორმაცია ამაზე და ძალიან სწორად ითამაშე, მაგრამ მე ესეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. შესაბამისად ან თერზე გავისტეკებოდი რა. თერზე მანდა რაღაცა ნებისმიერი ორი კარტით გალიმპოა უღირდა მაგას რა, ხო ხდები ორი ლიმპერი იყო და ანუ 9-იანები რა თქმა უნდა, ანუ დაერეიზებინა, ანუ ძალიან პრემიალური რეინჯი იყო ორი ლიმპერის წინააღმდეგ და მაგის გალიმპოა უბრალოდ წარმოუდგენელი შეცდომა იყო. ეს უბრალოდ ფოლდია. ნუ ეს ახლა არის ნიმუში რეინჯიდან გასვლის რა. ანუ ეს არ არის კვიზი, ეს ენდი. ანუ multi-potში კიდე თან ესეთ დიდ potში აგრესია ორი ოპონენტის წინააღმდეგ. ისე რა ის არის ქმედება კი ორივემ დაჩეკა, კი შეიძლება რაღაცა ბევრი თრეში იყოს ოპონენტებთან რაღაცა ოვერკარდები, ბევრი რაღაცა დამავალეტები და რაღაც ეგეთები. კაროლ ვალეტები, რასაც ერთის ხრივ ისედაც წინ ხარ, მაგრამ უბრალოდ არ გინდა რომ რეალიზების საშუალება მიცე რა. კი ბატონო, თერზე უკვე შეიძლება გასვლა, მაგრამ ნუ ზოგადად ეს დარიგება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო რა, უბრალოდ პრეფლოპზე ძალიან ისეთი გადაწყვეტილებაა, თან ახლა შენი ოპონენტები ამ სიტუაციაში როგორც ვატყობ, ძირითადად ფოლდებით არ გამოირჩეოდნენ, ეს ოპონენტი რაღაცა კაროლ რიანი რა გადაყარა თერზე, იქ პრეფლოპზე, რავი, ანუ ესეთი ოპონენტი როცა გიზის უკან, მართალია ეს თამაში არ იყო, სხვებმა დაარეიზეს, მაგრამ არასრული სტეკი იყო თამაში, რომელიც ძალიან ხშირად დაქოლავდა. ესეთი ძლიერი კარტი არ არის, რომ ამის იზოლირებაზე გასულიყავი რა. ესეთ სიტუაციაში და ერთი ფერის 5-იანი სავარაუდოდ ფოლდი იყო. მოდი ეს სიტუაციას ვნახოთ სოლვერში და დავამთავროთ ამით ვიდეო. ესე იგი აქ შევიყვანე ესეთი სიტუაცია, სადაც კატოფი არეიზებს 2.5 blinds, ბატონი კოლავს და big blind-ზე რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. აი ერთ ფერის 5-იანს ან კოლავს, ან სკვიზავს, ნუ სხვადასხვა ფერის 5-იანი მოგეხსენებათ, ყველა ვარიანტში ფოლდია, მაგრამ აქ არის სიტუაცია, რომ ოპონენტები არეიზებენ 2.5 დიდი blind-ით და ჩვენთან არეიზეს 5 დიდი blind-ით, ან ძალიან დიდი განსხვავება ამაში რა. ანუ ჩვენთან იყო 5 დიდი blind-ი რეიზ და კოლი. შესაბამისად, გაცილებით უფრო ტაიდი რეინჯით გვიწევს მაგ სიტუაციაში თამაში რა. ეგ თემა.
თუმცა თუ დარიგება საბოლოო ჯამში კარგად დამთავრდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს თერნის ფსონი ალბათ არ იყო ცუდი. მაგრამ საბოლოო ჯამში ველი უბეთი გამოვიდა. კარგით, აქ დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან.